ამჯერმანე ჰომელოს I drink coffee and I know things. 42 ეპიზოდის სიტყვა არის ამუდირი. ვფიქრობ, ამუდირი ავტომატურად ნიშნავს რომანტიკოსსაც, რადგან ყველა ამუდირი, ვისაც ვიცნობთ და მიზეზთა გამო უმეტესობა პოეტი იყო, ყველა მათგანი გამოუსწორებელი რომანტიკოსიც იყო. თუმცა ასე გაუმჟღავნებლად სხვა ბევრი ადამიანიც იყო და არის ამუდირი. ღამეში, ღამის ცაში, მთვარეში, ვარსკვლავებში და ზოგადად ღამის ხედებში სილამაზის დანახვა, ღამის სიყვარული, ასე დამოუკიდებელი სიტყვით გამოხატული არ გვაქვს ქართულ ენაში, ამიტომ ღამის სიყვარულს ვუწოდოთ ამუდირობა. მის მოყვარულს ამუდირი. ყველაზე სამახსოვრო ამუდირი, ვინც პირველად მახსენდება, არის ნიდერლანდელი ფერმწერი, გრაფიკოსი და უბრალოდ გენიალური ადამიანი ვინსენტ ვან გოგი და მიხვდებით რატომაც. მეორე, ვინც მგონი ყველას გავახსენდება ღამის სიყვარულზე, ჩვენი საამაყო გალაქტიონია. ამუდირობის წარმოქმნის ყველაზე აზრიანი ახსნა ჩემი აზრით შემოქმედებითი გონების და სულის ქონაა. ღამის სილამაზეებით, მთვარით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცით, ყოველ მხარეს გამეფებული წყდიადით, სრული სისავსით ტკბობა უმეტეს შემთხვევაში შემოქმედებითი ადამიანების დამახასიათებელი გატაცებაა, თვისებაა. თუმცა იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ყველა ამუდირი ავტომატურად ხელოვანი ადამიანია. თავად ეს გატაცება ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი რამაა. რაც შეიძლება ადამიანის გონებას შეეძლოს და ადამიანს როგორც პერსონაჟს გააჩნდეს. ამიტომ მინდოდა სახელი თავად სიტყვა ჟღერადობის მხრივ დახვეწილი და მომხიბვლელი ყოფილიყო. თუ დაუკვირდებით თავიდან ბოლომდე, ქართულ სიტყვებს ლამაზი ჟღერადობა აქვს. თითქოს და შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვინც შექმნა ისინი, ნამდვილად სურდა, რომ სიტყვა ლამაზი გამოსულიყო, ლამაზი ჟღერადობის. მაგალითად სიტყვა კოლოფი, ზღარბი, არწივი, ლაჟვარდი. ამიტომ ეს გატაცებაც იმსახურებდა ლამაზ სიტყვას. ამუდირი, ღამის მოყვარული ადამიანი.